ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ ორ მიდგომას, რომელიც გამოიყენება არგუმენტების გადაცემის დროს C++-ში. პირველი მიდგომა არის ეგრეთ წოდებული call by value, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გადავცემთ რაიმე არგუმენტს, ფუნქციას, ამ შემთხვევაში ხდება ამ მნიშვნელობის კოპირება იმ პარამეტრში, რამაც უნდა მიიღოს ეს მნიშვნელობა. ანუ უფრო გასაგები რომ იყოს, მოდი დავწეროთ რაიმე ფუნქცია და დავარქვათ call by value. აქ გავაკეთოთ ესეთი პარამეტრი int ტიპის i და აქ უბრალოდ ის მივანიჭოთ 10. ეხლა ჩვენს main პროგრამაში შევქმნათ რაიმე ჟ ცვლადი, მას მივანიჭოთ 15. შემდეგ დავბეჭდოთ ამ ჟ ცვლადის მნიშვნელობა. ეხლა გამოვიძახოთ ეს call by value, სადაც გადავცემთ ჟ-ს და ამის შემდეგ ისევ დავბეჭდოთ ჟ-ის მნიშვნელობა. გავუშვათ, ვნახოთ რა მოხდება და შემდეგ გავაანალიზოთ ეს კოდის ფრაგმენტი. და აი როგორც ხედავთ, ორივე შემთხვევაში დაიბეჭდა 15. ეხლა გავიაზროთ რა მოხდა აქ. ესე იგი, ჩვენ გავაკეთეთ ცვლადი ჟ, რომელსაც მივანიჭეთ მნიშვნელობა საწყისი 15. შემდეგ დავბეჭდეთ ჟ-ის მნიშვნელობა და გამოვიძახეთ აი ეს ფუნქცია call by value. ეხლა აქ რა მოხდა? აქ მოხდა ესეთი რამ. ის მნიშვნელობა, რაც ეწერა ჟ ცვლადში, გადაკოპირდა და ჩაიწერა აი აქ i ცვლადში. და შემდეგ, როდესაც ეს i ცვლადის მნიშვნელობა შევცვალეთ ჩვენ, ეს ჟ ცვლადი დარჩა უცვლელი, რადგან ეს ჟ და i ცვლადები არიან ერთმანეთისგან განსხვავებული. და შესაბამისად ის ცვლილებები, რასაც ეს ცვლადი განიცდის i ცვლადი აი ამ ფუნქციის შიგნით, გავლენას ვერ ახდენს აი ამ ჟ ცვლადზე. და სწორედ აი ამ მიდგომას ქვია call by value. მეორე მიდგომა ამისგან განსხვავებული არის call by reference, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძახების დროს ჩვენ გადავცემთ არა იმ ნიშნულობის ასლს, რაც წერია აი ამ ჟ ცვლადში, არამედ გადავცემთ ჟ ცვლადის მისამართს. ჩვენ ამის რეალიზება შეგვიძლია პოინტერების საშუალებით და ამას ახლა ვნახავთ. Call by reference. და აქ მოვითხოვოთ ჩვენ int ტიპის პოინტერი. და აი ამ მისამართზე ჩავწეროთ მნიშვნელობა 10. ეხლა ეს დავაკომენტაროთ ეს call by value, ნახეთ რომ არ შეცვალა არანაირი მნიშვნელობა და გამოვიძახოთ call by reference. და აქ უკვე გადავცეთ არა ის მნიშვნელობა, რაც არის ჩაწერილი ამ ჟ ცვლადში, არამედ ამ ჟ ცვლადის მისამართი. სწორედ ამიტომ დავუწერეთ წინ ამპერსანტი აი ამ ჟ ცვლადს. აი ახლა გამოვიძახოთ, დავაკომპილიროთ ეს ჩვენი პროგრამა ისევ და გამოვიძახოთ. და აი როგორც ხედავთ, ეს უკვე შეიცვალა ეს მნიშვნელობა. და გახდა 10. ანუ ის ცვლილებები, რაც მოვახდინეთ ჩვენ აი ამ მისამართზე, გავლენა მოახდინა აი ამ ცვლადზეც.